გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიომსმენელებო. დღეს 2025 წლის 23 სექტემბერია. პირდაპირ ეთერში არის კომენტატორ რეკორდსმენის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, სოხუმელი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ერთი სტუმარი ვყავს, ბატონი დავით გულუა, დიდი მადლობა ბატონო დავით, ვეტერანი ფეხბურთელი, მას საზოგადოება უფრო კარგად იცნობს როგორც პოლიციის გენერალ-მაიორს, დიახუმასეა და სანაპირო დაცვის ვიცე-ადმირალს 1992 წლის დეკემბრიდან 95 წლამდე ბატონი დავით გულუა იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი. შემდგომ პერიოდში უკვე იყო სახელმწიფო დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, დიდი ხანი იყო და ბატონი დავითი არის პიროვნება, რომელიც კარგად იყო ჩახედული 80-90-იან წლებში იმ მოვლენებში, მათ შორის სპორტის სფეროში, არა მარტო სპორტის, არამედ საზოგადოებრივ პოლიტიკურ სფეროში და მე რომ ვახსენე ომი, რუსეთ-საქართველოს ომი, ეს შემთხვევით არ არის რომ დღეს ბატონი დავითი მოვიწვიეთ, იმიტომ რომ 27 სექტემბერი უკვე მოგვიახლოვდა 1993 წლის 27 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებმა ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე რესპუბლიკიდან მოთხოვებულ ჩამოყვანილ და ჩამოსულ სამხედრო ფორმირებების წარმომადგენლებმა და მოსკოვის ხარდაჭერით შექმნილმა სეპარატისტთა სამხედრო ფორმირებებმა შტურმით აიღეს ქალაქი სოხუმი და მოახდინეს ფაქტიურად სოხუმის ოკუპაცია. ის ომი, რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც დაიწყო 14 აგვისტოს და გრძელდებოდა 93 წლის, ესე იგი დაიწყო 92 წლის 14 აგვისტოს და გრძელდებოდა 93 წლის 30 სექტემბრამდე, დასრულდა უпростоრად შეიძლება ითქვას შეწყდა გალის რაიონის ფაქტიური ოკუპაციით, რუსეთის მიერ გალის რაიონის ოკუპაციით. იმ ომში, რუსეთ-საქართველოს ომში არის ოფიციალური მონაცემები ქართული მხრიდან, საქართველოს მხრიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა 4000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე საქართველოს შეიარაღებული ძალების რამდენიმე ასეული პოლიციელი და მოხალისე დაიღუპა. აგრეთვე საქართველოს ქართული მხარის ოფიციალური მონაცემებით იმ ომში 92-93 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაიღუპა, მოკლული იყო 8000-მდე მშვიდობიანი ქართველი მოქალაქე, ეს ერთი ციფრი 4,8012. მეორე მხრიდან, რუსეთის მხრიდან ასე ვიტყოდი, იმ ომში როგორც არსებობს ინფორმაცია, დაიღუპა დაახლოებით 2500-მდე, ზოგი მონაცემები 3000-მდე რუსეთის მოქალაქე, ძირითადად ესენი იყვნენ სამხედროები, ყოფილი ან მოქმედი სამხედროები, რუსი ეროვნების ადიღელები, ყაბარდოელები, ჩეჩნები და სხვადასხვა ეროვნების. იმ ომში აგრეთვე მონაწილეობდნენ, როგორც არსებობს აფხაზური მხარის მონაცემებით, დაახლოებით თურქეთის 300 მოქალაქე, ადიღელები წარმოშობით აფხაზები, იმ 300-დან 50 დაიღუპა და თავად აფხაზური მხარის მონაცემებით დაიღუპა 2500-მდე დაახლოებით აფხაზი ეროვნების მოქალაქე, მათ შორის 2200-მდე დაახლოებით ისხდნენ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ მოსკოვის მიერ შექმნილ, მოსკოვის ხარდაჭერით შექმნილ სეპარატისტთა შეიარაღებულ ფორმირებებში.
ჯამში გამოდის 18,000-მდე. თუმცა არსებობს სხვა მონაცემები უფრო მეტი, მაგრამ ეს არის ის, რაც ოფიციალური. კაზაკები, ადიღელები, ყაბარდოელები, ჩერქეზები და ასე შემდეგ, მაგრამ არსებობს სხვა მონაცემები, შეიძლება უფრო მეტი იყოს, მაგრამ ეს ის, რაც ოფიციალური ინფორმაცია გვაქვს ჩვენ. ეს რატომ თქვი ახლა მე დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვექნება საუბარი იმ წარმატებულ სპორტსმენებზე, რამდენიმე წარმატებულ ქართველ სპორტსმენზე, რომლებიც დაიღუპნენ 92-93 წლებში, როცა იცავდნენ საქართველოს ერთიანობას. სანამ გადავიდოდით ბატონ დავითთან ერთად ამ თემაზე კონკრეტულად, რასაკვირველია, გადაცემის დასაწყისში მინდა 1-2 სიტყვით თქვა ჩვენი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფუტზალზე, დიდ წარმატებაზე, იცით რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებმა ფუტზალში 18 სექტემბერს, ახლა გამოჩნდება კადრები, 18 სექტემბერს თბილისში პლეი-ოფის მატჩი ანგარიშით 4-1 დაამარცხა სლოვაკეთის ეროვნული ნაკრები. ძალიან დაძაბული მატჩი იყო, ხედავთ ახლა გოლებს. 4-1 ეს კარგი ანგარიშია, კომფორტული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე განაღდებული გვაქვს გასვლა. დღეს 23 სექტემბერია, საღამოს ბრატისლავაში გაიმართება sapasukho მატჩი, სლოვაკეთის და საქართველოს ნაკრების sapasukho მატჩი. მინდა უსურვო წარმატებები ჩვენ ბიჭებს. ძალიან მძიმე მატჩი იქნება, რომ სლოვაკებს ეყოლება თავისი მთავარი ბომბარდირი, რომელმაც გამოტოვა პირველი მატჩი წინა მატჩებში გაძევების გამო და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ნაკრები გაგვახარებს და მეორეჯერ მოიპოვებს უფლებას ითამაშოს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ დიახ, იქ ბრატისლავაში 8000 მაყურებელი იქნება. ხო, ასე გამოაცხადეს. და საქართველოს ეროვნული ნაკრები ფუტზალში 2022 წელს უკვე ითამაშა ჩვენო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საკმაოდ კარგად ჯგუფიდან გავედით, მერვე ფინალში გავედით და მინდა გითხრათ, რომ თუ ახლა მეორედჯერაც ჩვენი ნაკრები გავა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ეს იქნება უდიდესი წარმატება. ტელევიზიით აჩვენებენ. დღეს კი 23 სექტემბერს დღეს იქნება ეს მატჩის ტრანსლაცია, მაგრამ ეს ჩვენი გადაცემა ხომ მეორდება კიდევ და ამიტომ შეიძლება განმეორების დროს ეს უკვე ეცოდინება ხალხს, მაგრამ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ბიჭები ითამაშებენ მაგრად, ვაჟკაცურად, როგორც პირველ მატჩში და შეეცდებიან გაახარონ საქართველოს და კიდევ ერთხელ გააოცონ მთელი ევროპა. ბატონ დავით, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მინდა ახლა თქვენ კითხოთ ჯერ თავიდანვე მინდა კითხოთ იმ წარმატებულ თქვენ 92-93 წლებში ბატონო დავით გულუა იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი. მანამდე მუშაობდა სოხუმში საკმაოდ სერიოზულ თანამდებობაზე, პოზიციებზე. ბატონ დავითი იყო ახალგაზრდობაში ფეხბურთელი, ვეტერანი ფეხბურთელია, ძალიან უყვარს სპორტი, გულშემატკივრს, სადაც შეეძლო თავისი თანამდებობიდან გამომდინარე, ყოველთვის ეხმარებოდა სპორტსმენებს ჯერ სოხუმში ყოფნის დროს, ქართულ გუნდებს და მერე თბილისში დევნილობაში, როცა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. და ახლა მინდა გითხრათ, რომ ბატონ დავითს ეძახიან როგორც ჩვენი პოლიტიკური ისტორიის საზოგადოების ცოცხალ ენციკლოპედიად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინფორმაციების მატარებელია, მაგრამ დღეს ჯერ დავიწყოთ სპორტით. აი პირველ რიგში მინდა გითხრათ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი რომ ვიყავით თქვენ, იმ პოლიციაში მსახურობდა ჩვენი სახელოვანი კალათბურთელი იური ძიძიგური. რომელიც იყო გაგრაში დაბადებული, გაზრდილი, იქ დაიწყო მისი კარიერა კალათბურთში, მერე თამაშობდა თბილისის დინამოში სერიოზულ დონეზე, საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში იყო, საბჭოთა ძირითად ნაკრებში გამოძახებული. ადრე შეცვლა მისი კარიერა, ძალიან წარმატებული კარიერა. მერე დაბრუნდა ოჯახთან, მეუღლესთან, ქალბატონ ქეთევანთან, მოგესალმებით ქალბატონ ქეთევან, მე გავაფრთხილე. ტრაუმები ჰქონდა. დიახ, ტრაუმები ჰქონდა, დაბრუნდა გაგრაში, იქ მუშაობდა მილიციაში და 92 წლის ოქტომბრის დასაწყისში, როცა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შტურმით აიღეს ქალაქი გაგრა, იური ძიძიგური
დაიღუპა ვაჟკაცურად, იცავდა ქალაქს. ახლა სანამ თქვენ გადმოგცემდით სიტყვას, ბატონ დავით, მინდა ვთხოვო გადაცემის რეჟისორს ჩართოთ ის ფრაგმენტი რამდენიმე წლის წინ იყო ქალბატონ ქეთევანი ამ გადაცემაში, სადაც ჩვენ საუბრობთ იურა ძიძიგურზე. თუ საინტერესო რაღაც. დიახ. ოჩ. კალაბურთელი მე მასოს კარგად ბევრს ახსოვს მისი თამაში, წარმატებული არა მარტო მაგარი კალაბურთელი იყო, არამედ ძალიან განათლებული პიროვნება, რომელიც 11 წელი იცავდა თბილისის დინამოს ღირსებას. იური ძიძიგური დაიბადა, გაიზარდა გაგრაში, მე-9 კლასში იყო, როგორც მე ვიცი, როცა გადმოიყვანეს თბილისში. აქ ხედავთ ახლა ფოტოებს, ამ ფოტოზე, რომელიც არის გადაღებული გაგრაში, არის ქალბატონი ქეთევანი, იური ძიძიგური, თქვენი დედიკო, ხო? და ბატონი იურას დედა. დიახ, ეს ფოტო არის გადაღებული 70-იანი წლების ბოლოს გაგრაში. ეს ფოტო მგონი 77 წელს. 77-ია გადაღებული ეს. სანაპიროზე. ორივე ფოტო. ორივე ფოტო, ხო? აქ თქვენ ხართ ხელი მოვაწერეთ და ჩემი ქორწილის დღეა. ზღაპრული ქალაქი, დარწმუნებული ვარ, მოვა ის დღე, როცა ჩვენ დაბრუნდებით, როცა საქართველოს მშვიდობიანად გაერთიანდება. ეს თქვენი ფოტო 77 წელს ახალ დაქორწინებული ბრძანებით, ხო? დიახ. და თბილისის ჯერ თბილისში რომ გადმოვიდა იურა, იყო ჯერ ბურესკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის გუნდში და მერე 11 სეზონი იყო თბილისის დინამოს ერთ-ერთი წამყვანი კალაბურთელი. 1977 წელს ბრინჯაოს медаლი აიღეს, დინამიადის ჩემპიონი გახდნენ კრაკოვში და საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საკავშირის სპარტაკიადაზე გამოდიოდნენ. ფანტასტიკური კალაბურთელი იყო, ძალიან ნიჭიერი, ძალიან განათლებული, ინტელექტუალური, საერთოდ კალაბურთი ინტელექტუალური თამაშია, მაგრამ ის გამორჩეული პიროვნება იყო და ამიტომ ჩემთვის ეს ორმაგაც ასიხარულა მასთან მასზე საუბარი. ბატონ დავით, ახლა მინდა გთხოვოთ, თქვენ რასაკვირველია იცნობდით, ქონდათ შეხება ბატონ იურა ძიძიგურთან. აი ეს განსაკუთრებით მინდა გავიხსენოთ ის 92 წლის სექტემბრის ბოლო, ოქტომბრის დასაწყისი. აი თქვენ როგორი ინფორმაცია გაქვთ, რა ვითარებაში დაიღუპა იურა ძიძიგური და საერთოდ მასზე რა შეგიძლიათ? მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. სამწუხაროდ მე არ მომიწია უშუალო ხელმძღვანელობით მუშაობა მისი, იმიტომ რომ დაიღუპა ის ოქტომბრის. ხო, თქვენ დეკემბერში დაინიშნეთ. გვიან ერთი თვით გვიან მოვეთ თქვენ ახლა. მაგრამ ну, რა თქმა უნდა, აფხაზეთში შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთში უდიდესი როლი ითამაშა. ჯერ კიდევ 89 წელს, ჩემო კარგებო, 89 წლის ივლისის მოვლენებზე 15-16 ივლისი. 15-16. ეს იყო ის დღე, როცა დაიგეგმა აფხაზეთიდან ქართველების განდევნა. ის იწყებოდა ქუჩის ჩხუბით, მაგრამ ის დაგეგმილი იყო მისი შემდგომი განვითარება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამის ყველაფერს უცხო ძალების მიერ. რა თქმა უნდა, ეს მთელი დოკუმენტები გვაქვს, უზარმაზარი მასალა, როგორ შემოქონდათ იარაღი, როგორ შემოყავდათ ბაევიკები, როგორი სისტემა იყო, მთელი სისტემა აწყობილი. და იმ დროს მილიციამ აფხაზეთის შეძლო ამის შეჩერება. დიახ, იმიტომ რომ მათ ვერ გაითვალისწინეს რა, რომ მილიცია, რა თქმა უნდა, რაოდენობრივად, მინისტრი კი იყო რუსი, მაგრამ რაოდენობის, დიახ. ხო, ქართველი მეტი იყო და რომ პატრიოტული მოტივი ამ თანამშრომლებში იყო ძალიან მაღალი. რომ არა თანამშრომლები 99 წლის იმ 15 დიდი ტრაგედია მოხდებოდა. უზარმაზარი ტრაგედია მოხდებოდა, მაგრამ ესენი დადგნენ ჯერ ერთი გადაკეტეს შემოსასვლელები იქ ადგილზე და ერთი ხამის განმავლობაში ყველაფერი დასტაბილურდა. შედარებით. ხო, მე კომენდანტის საათი იყო ცოტა პერიოდი. ნუ ყოველ შემთხვევაში ის გეგმა მთლიანად ჩაიშალა. ეს იყო მილიციის დიდი დამსახურება. მათ შორის ისეთი ხალხის, როგორც იურა ძიძიგური. ეს რა თქმა უნდა, სამძებროს უფროსი იყო ის. გაგრის მილიციაში. გაბარა, ის დიდ თანამდებობაზე იყო, სერიოზულად. მე სპორტსმენი იყო, პატისემდნენ. ავტორიტეტი იყო, უზარმაზარი და მას შეეძლო ძალიან სერიოზული გავლენის მოხდენა. ყველა პატისემდა, ახლა იურა ის კი არ იყო ყველა ეროვნების ადამიანი პატისემდა. საქმეც იმაშია, რომ იქ სტაბილიზაციის პროცესში ჩაერთდნენ აფხაზი პოლიციელებიც.
გაგრაში მილიცია სოხუმშიც და იქაც და ყველგან ჩამჩერე არა მარტო ქართველები არა აფხაზებიც და ეს აფხაზები დაუდგნენ გვერდში ქართველებს რა ვიცი ერთად სახურობენ ერთად იბძვიან ერთად ისა ის ძნელია ძალიან ის ვერ აიღებს და ახლა იქ ვიღაც სეპარატის რაღაცა რო უნდა იმიტომ თავის მეგობარს და თავის თანამშრომელს წინააღმდეგ ვერ გამოვა ეს მთელი ძირითადი მასა ერთად იყო ერთად დადგნენ და ამან თავის შედეგი გამოიყო სხვათა შორის როცა ეს ყველაფერი დამთავრდა ამაზე იმათ ძალიან სერიოზული დასკვნა დადეს მოსკოვში დიახ და დასკვნის 4 პუნქტი იყო მე ეს ყველაფერი მახსოვს პირველი რომ ქართველი თუ ერთიანია ხო ძალიან ძნელია მათი დამარცხება მეორე ეს იყო სამეგრელოს ფაქტორი იქ გახსოვს სამეგრელოს მოკრეთავ დიახ იმიტომ რომ სამეგრელოდან წამოდგა 150,000 კაცს მოდენ და რო არა კოსტავა ხო მერაბ კოსტავა და მისი გამოსვლა დიახ მერაბი რაჩერა ხალიცგაზე დიახ და მან უთხრა ხაზები ჩვენი ძმები არიან ეს პროვოკაცია და კოსტავას დაუჯერეს ვის ქონდა მასეთი ავტორიტეტი არავის არ ქონდა და მან შეძლო ამის გაჩერება ეს იყო უკვე რომ ის ფაქტორი სამეგრელოდი და მერე გაჩნდა ის ფაქტორი რომ ხედავშენ არის ავტორიტეტული ხალხი როგორც ქართველები მათ შორის სპორტსმენები დიახ როგორც ქართველებში ისე აფხაზებში დიახ რომლებიც არ მისცემენ საშუალებას ქართულ აფხაზური და მათ უნდათ ეთნო კონფლიქტის პროვოცირება ვითომ ეთნო კონფლიქტი ვითომ უნდა ყოფილიყო ეთნო კონფლიქტი მათი დიახ ეს იყო გათვლა მაგრამ ამ 99 წლის 15-16 სოხუმში ივლისში ჩაიშალა ეთნო კონფლიქტის ცდელობა და ამაში წვლილი და გაგრაში იყო შედარებით სიმშვიდე და იურადიზიგურის დიდი დამსახურებაც არის ხებთან ერთად თვითონ რაშია საქმე იცი გაგრის შინაგან საქმეთა განყოფილებაში უმეტესობა სპორტსმენები იყო კი რომ გაგრის დინამო 80% მერე მუშაობდნენ ჩემი პოლიციელები ხო ვიცი ყველას ეს შესანიშნავი ისინი ბოდიში ახლა თქვენთან რამდენიმეჯერ ჩვენ ვიხმარეთ სიტყვა სეპარატისტი ახლა ამ გადაცემას მე ხო ვიცი ზუსტად უყურებენ რა მარტო ქართველები არამედ აფხაზებიც ოსებიც სეპარატისტი სიტყვა არ არის ლანცღვა ეს სხვათა შორის ერთხელ აღიარა მწერალმა ჯუმა ახუბამ 94-ში მან გამოუშვა წიგნი სოხუმში და თქვა პირდაპირ უთხრა აფხაზებს ნუ გწყინთო ჩვენ იმიტომ გვეძახიან რომ სეპარატიზმი ნიშნავს გამოყოფას ეს არ არის ზოგიერთი აფხაზი იმ დროსაც მახსოვს 98-ში 9-ში როცა ეუბნებოდნენ უშუალოდ სიტყვა აფსუა სეპარატისტი აფსუეთი მათი სახელია ეს შეურაცხყოფა კი არ არის თვითონ თავის თავს ეძახიან აფსუას და სეპარატიზმი არ ნიშნავს უზდელობას სიტყვა სეპარატიზმი არ არის სალანძღავი სიტყვა ეს ნიშნავს რომ გამოყოფა იმ ნაწილს ვინც ქადაგებდა იდეოლოგიურად ამ თემას ეს ერთი და მეორე კიდევ რა შეეხება ჩვენ რომ თქვით ბატონო დავით დაგეგმილი იყო ახლა შორს რომ არ წავიდე ჯერ კიდევ ნიკიტა ხრუშოვის დროს როცა ის იყო პირველი მდივანი საკავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური პირველი მდივანი ერქვა 64-მდე იყო ეს პირველი მდივანი 53-დან და მე ერთდროულად მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო 58-დან 64-მდე მას ჰქონდა ეს დიდი სურვილი და აკეზებდა აფხაზურ პოლიტიკურ ელიტას პარტიულ ელიტას მიხეილ ხაჟბა იყო ასეთი კაცი საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საუკომიტეტის პირველი მდივანი 60-იანი წლების დასაწყისში აკეზებდა მას რომ მოემზადებინათ იდეოლოგიური წერილებით რომ ჩვენ გვინდა ვითომ გამოყოფა მაგრამ ღაჟბამ არ დაუჯერა ხრუშოვს 63-64 წელია ჩააყენა საქმის კურსში ვასილი ჟავანაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური პირველი მდივანი ყველაფერი ეს აღწერილია ბევრ სტატიაში მათ შორის ჩემ სტატიაში დეტალურად და ჟავანაძე მონაწილეობდა იმ აქციაში რომელსაც ერქვა ხრუშოვის ჩამოცილება 64 წელს რომ ვასილი ჟავანაძეს ჰქონდა კონკრეტული ინტერესი რომ ხრუშოვი ყოველთვის ცდილობდა ეხმარებოდა ცდილობდა ჩამოეშორებინა აფხაზეთის საქართველოდან პოლიტბიუროში როგორც ვიცით იმ პერიოდში 60-იან 70-იან წლებში იყვნენ რამდენიმე კაცი ვინც ამას ხარს უჭერდა მაგრამ უმეტესობა მათ შორის ბრეჟნევი ხარს არ უჭერდნენ აფხაზეთის გამოყოფას საქართველოდან ახლა შორ წაგიყვანს ეს საუბარი მაგრამ შეგიძლიათ დაგუგლოთ და იქ ნახავთ ამას და ის გვარების მიხედვით თქვენ სწორად აღნიშნეთ
იმ დროის კანონმდებლობით ის მოძრაობა, რომელიც იყო აფხაზებში, მას ერქვა სეპარატიზმი. ეს ოფიციალური სახელი, ეს ქუჩაში შერქმეული კი არა. უზდელური სიტყვა არა, ეს უზდელური არა. ეს მისი მოძრაობა, როცა შენ კანონის წინააღმდეგ ცდილობ არსებული კანონი განცალკევებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება რომ შემოვიდეთ ჩვენ ეს ხრუშოვმა დაიწყო კი არა მეფისიმპერიიდან დაიწყო მაგრამ ხრუშოვი იყო ამის მებაირაღე რატომ ხრუშოვს აქ დაწერილი ასეთ ხრუშოვი იყო საბჭოთა კავშირის მოწინე ჩასმული იყო კი რომ ქართველები იმპერიას აძლიერებენ ეს იყო და ქართველი ყველანაირად და ჩამოცილებული და გადასახლებაც უნდა ქართველების შუაზიაში რაც შეეხება ომამდე რომ მოვიდა თვითონ ომის დაწყება აფხაზეთში რუსეთ საქართველოს ომი ეს ომი ეს ხომ იმით არ დაწყებულა რომ კიტოვანი გამოვიდა აქედან და შეკანდა ეს სისულელეა საერთოდ ამაში მონაწილეობდა არძმბაც დიახ და ამას შამბა ამბობს და აღიარებს მანამდე ანდრი ჯერგენიამ აღიარა და თქვენ ამაზე სტატიებიც გაქვთ და გამოსვლებიც ესე გაგსაუბარი რაზე გეცნობ ახლა 92 წლის 14 აგვისტოს რომ მოხდა ქართული საპოლიციო და საჯარისო ნაწილების გადაყვანა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეს იყო შეთანხმებული ედუარდ შევარდნაძის და ვლადისლავ არძებას შორის 92 წლის 11-12 აგვისტოს სატელეფონო საუბრების დროს იმ დროსაც მაგ ნათქვამის შემდეგს და 2002 წელს ომის დაწყების შემდეგ 10 წელი იყო გასული არძებას ნათესავმა ანდრი ჯერგენიამ რომელიც 92-13 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი მან პირდაპირ განაცხადა ინტერვიუში სოხუმში ადგილობრივ გაზეთთან რომ მე 92 წლის 13 აგვისტოს დაურეკეო ბატონ ედუარდ შევარდნაძეს თხოვნით რომ ცოტა რამდენიმე დღით გადავწიოთ ამ ოპერაცია ეს არძმბას თხოვნა გადავეცი. არა, ხო არძმბას თხოვნა გადავეცი შევარდნაძე რამდენიმე დღით გადავწიოთ რომ უფრო კარგად მომამზადოთ იქ იყო мотивация რომ ქართული საჯარისო საპოლიციო ნაწილები აფხაზურ ეგრეთ წოდებულ გვარდიასთან შენაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული მათი უკანონოდ შექმნილი იყო მაგრამ მოქმედი პოლკთან ერთად გააკონტროლებდა მაგისტრალებს ასე შემდეგ. და როცა ეს ჯერგენიამ თქვა 2002 წელს რომ იყო შეთანხმებული უბრალოდ ჩვენ თხოვეთ რამდენიმე დღით გადაწევა ათქვა დიდი აჟიოტაჟი სოხუმში ესე იგი თქვენ იცოდითო ეს იყო შეთანხმებული ჩვენ რატომ არ გითხარითო რატომ იყო ეს მოულოდნელი და მაგრად შეუტიეს ჯერგენიას ამას წინათ კი ერთი თვის წინ სერგეი შამბამ რომელიც იყო სეპარატისტო ორგანიზაცია აიდგლარას ერთ-ერთი ხელმძღვანელი 92 ხელმძღვანელი იყო მანამდე ჯერ გამგეობაში შედიოდა მერე თავმჯდომარე იყო 91-12 წლებში შემდეგ მათ ეგრეთ წოდებულ მთავრობაში ეკავა დიდი პოსტები მან პირდაპირ თქვა ერთი თვის წინ რომ როცა ხსნიდა საუბრის დროს 92 წლის 14 აგვისტოს მოვლენას ფაქტურად აღნიშნა რომ არძიმბა მიცოდა ეს უფრო მეტი მან თქვა რომ პირველ დღეს არძიმბა დაიმალაო რუსეთის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სოხუმში ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სოხუმში რატომ თქვა ეს შამბამ მე კი ხვდები დაახლოებით მაგრამ გასაგებია შეუტიეს შამბას შე როგორ გაბედე ასე შემდეგ აი ცალკე შორს აგიყვანს მაგრამ რომ დაუბრუნდოთ ახლა ბატონ დავით აი იურა ძიძიგურის თემას იმიტომ გითხარით რომ თქვენ ეს აღნიშნეთ კარგად თქვენი გადაცემები იყო სპეციალური მაინც რომ აი ძიძიგურის სიკვდილი როცა ის იყო თქვენ როგორ შეიტყვეთ იმ დროს არ იყავით მინისტრი მაგრამ ხომ შეიტყვეთ რა იცით დეტალები ახლა მე მინდა გითხრათ ის რომ ეს უნიშნულოვანესი ფაქტია რასაც ჩვენ ვამბობთ აფხაზების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაწყენობა ქართველის მიმართ არის ის რომ ჩვენ თუ ძმები ვიყავით, შენ რატო დამესხე მე თავზე ტანკი ჩემს გასაწყვეტად. ხო. მაგრამ როცა ეუბნები რომ ეს ასე არ ყოფილა და ეს შეთანხმებული აფხაზებიც ამბობენ ამას. ო და როგორ არ ამბობენ? უკვე გამოვიდნენ ვეტერანები და თქვენ. ჩვენ რა ვინ გვატყუებსო აქ? ჯერ ერთი ამხელა ის შეიკრიბა, მოდიოდაო, ჯერ ერთი ეს რუსეთმა ვერ დაინახაო, ისრაელჩებმა რატო ვერ ნახესო? იმათ ეს ახლაო ჩვენ უკვე ასე ადვილად სპეციალურად აკეთებ. არ არის ესაც რაც შეეხება ძიძიგური იყო უდიდესი ავტორიტეტის პიროვნება. იურა ძიძიგური. და ეს გაგრის შემოტევა რატომ შეხვდა არაორგანიზებულად ქართული მხარე?
იმიტომ რომ 3 სექტემბერს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას. მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ჩაიწერა, რომ აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი. ერცინმაც მოაწერა ხელი. რა ტერიტორიული მხლიანობისთვის ბრძოლა იყო მერე და იქ ჩაიწერა, რომ ჯარი უნდა გამოსულიყო აფხაზეთიდან. მაგრამ ამის საპასუხოდ ჩვენ უნდა შევსულიყავით, მოგვეწერა ხელი DST-ზე და თუ ვინმე მოატყუა, ჩვენ მოვიტყუეთ ჩვენი თავი. და მოვიტყუეთ იმას. აი აქ ახლა მივედით ბატონ დავით ერთ თემასთან, არ მინდა ახლა ძალიან ხმას შევიდეთ, მაგრამ მე და ბატონ დავითს ხშირად ეკითხებიან. სოხუმელები, თბილისელები, ვისაც აინტერესებს ისტორია. იყო თუ არა საშუალება 92 წელს ომის აცილების, რუსეთ საქართველოს ომის აცილების. მე ვპასუხობ, შანსები იყო დიდი. ის შანსები არ იყო ბოლომდე გამოყენებული. დარწმუნებული არა ვარ, რომ თუ ის შანსებს გამოვიყენებდით, ავიცილებდით ომს, არ არის გარანტია, მაგრამ ის ომის აცილების შანსები არ იყო გამოყენებული და იმ დროს იდგა საკითხი, რომ ითხოვდნენ ყველა ყოფილი საბჭოთა საკავშირო რესპუბლიკა ბალტიის ქვეყნების გარდა შევიდნენ DST-ში ყველა უკრაინა, ყაზახეთი ყველა საქართველოს გარდა. იმ პერიოდში იყო საკითხი მოსკოვი თხოვდა DST-ში შესვლას კი არა, განცხადება გააკეთეთო, რომ თქვენ აპირებთ განხილვას ამ თემის. ახლა ეს შეიძლება შორს წაგიყვანს, მაგრამ მე ასე ვპასუხობ, რომ შანსები არ იყო გამოყენებული, თუმცა რომ გამოგვეყენებინა ის შანსები, შეიძლება მაინც მოხდებოდა ეს ომი 1 წლის შემდეგ, 2 წლის შემდეგ. არავინ არ იცის, მაგრამ აქ საუბარი იმაზე, როგორც ფეხბურთშია, ხო, კალათბურთში. შანსი გაქვს, უნდა გამოიყენო, ასეა პოლიტიკაშიც. ახლა რა მინდა გითხრათ? ჩვენ ანალიზით დაკავებული ვარ და მუშაობთ ხომ ამ საკითხებზე და ახლა აფხაზეთის მეტება სხვა რაზე უნდა მე ვმუშაობ იმისთვის, რომ ჩემმა აფხაზებმა, კოლეგებმა იმათ ვინც ომობდნენ ჩვენ ისინი სამშობლოს იცავდნენ, ჩვენ მათ პატივცემთ. და მე თავისი გაგებით ხო რა თქმა უნდა ის სამშობლოს იცავდა გას იმასთან მე ასე რომ ასე მოატყუეს ასე მე ყაჩაღზე და იმაზე არ ვამბობ კრიმინალზე რომ ჩვენ წავდა მათას და სხვასაც ამაზე არ ალავ მე ვამბობ ვინც ერთად მისვინ შეიძლებოდა აცილება თუ არა 2022 წელს შეიძლებოდა თუ არა რომ ომი დაწყებულიყო უკრაინაში აკა საქართველოს ხო საქართველოს ჩათრევა ხო ავიცილეთ ხო მასეც რომ დაგვეწყო 2022-ში დღეს ახლა ჩვენ რაზე გვექნებოდა ლაპარაკი შეიძლებოდა თუ არა აცილება და ბევრი იტყოდა რომ ახლა შანსები ჩვენ ახლა უფრო მეტი იცით ინფორმაცია შეუძლებელია ვიტყოდეთ არ არის არასდროს შეუძლებელი თუ გინდა მაგრამ როცა ქვეყნის პირველ პირებს ეს არ უნდათ ეს საკითხი ყოველთვის ან რაღაცის ეშინია საზოგადოებრივი აზრის დაუშვა. თელი ამბავი იყო საზოგადოებრივი აზრის კი არა 92 წელზე ვამბობ. ყველა საწყობდა ჩვენს გარდა. რაც შეეხება გაგრას, გაგრიდან დაიწყეს ჯარების გამოყვანა და არავინ ერთიანი ხელმძღვანელი არ დანიშნა. არ იყო იმ დროს ხო მე. შალტა ბალტა. მით უმეტეს მოსკოვში რომ მოეწერა ხელი 3 სექტემბრის დოკუმენტს ამბობდნენ რომ ვინ გაბედავს როგორ არ გაბედავს გაბედეს და კიდე როგორ გაბედეს ხო არა ეს არ მოხდება და რატო არ უნდა მოხდარიყო როცა შენ რაც პირობა მიეცის დაარღვიე არა ნუ ეს გაწირვაა ხო ეს გაწირვაა მე პირდაპირ ვამბობ ეს იყო გაწირვა გარგრის მოსახლეობის და იურა ძიზიგურსով და და როცა მათ შემოუტიეს და აღმოჩნდა რომ მოულოდნელი იყო სხვადასხვა ადგილებიდან თორე უფრო აღმატებული ძალა არ უტევდა ხო მე რუსეთის აი იურა იყო სპორტს გაცდეს ყველა ამბობს ამას იურა მოკიდა ხელი იარაღს დადგა და დაიწყო იმ ხალხის დაცვა რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიეცა საშუალება გარიდებოდა აი ამ მომენტში მოკლეს დიახ ეს იყო აი დადგა კაცი თასავით იყო და თასავით ჩვენ კარგად ვიცით რომ გაგრაში როცა რუსეთის ძალებმა და სეპარატისტთა ძალებმა აიღეს გაგრა 92 წლის ოქტომბრის დასაწყისში იქ ამდენიმე დღე გრძელდებოდა იქ ლესელიძემდე მე ძალიან ბევრი ასეულობით ქართველი დახოცეს მშვიდობიანი მოქალაქე სხვადასხვა რჯულის სადაც იურა ძიზიგურის ისე მიხაილ იქაგდენა ხო ძალიან ისინი რომ ძალიან სერიოზულად იომა და გადადო თავი. იურა ძიზიგური იყო ვაშკაცი კაცი სპორტსმენი და მისვენი რა იყო? აი მოდივარ მე და წამოაწევი მომიტანეთ იურა ძიზიგურზე ესე და ხედავ ღირსების მედლითაა დაჯილდოებული. ხო, იმ დროს. უთხარ ეს რა არის? იურა ძიზიგური რომელსაც თელი საბჭოთა კავშირი იცნობდა.
ევროპის ჩემპიონი იყო. საქართველოში ასეთი ცნობილი კაცი, ასეთი ბაშკაცურად იბრძოლა. მაშინ ვახტანგ გორგასლის პირველი მეებს აძლევდნენ ვაფშე ვიღაც გაუგებარ ხალხს და ერთ მეორეს და მესამე. არა, ახლა ბევრ დამსახურებულს მისცეს, მაგრამ ერთი-ორიც ისეთი იყვნენ, ვინც ასეთი დამსახურება აქვს. ბევრს მისცეს მასეც, რომ ამას ყველაფერს უნდა დაკარგო და ფასი. იმიტომ რომ ძიძიგურთან ახლოს ვერ მივლინდა. ხო და არაო ესო ერთხელ მიცემულზე მეორე და მთელი ის გახდა საჭირო აქტივობა, რომ მისთვის ღირსეულად მიეგოთ პატივი. ჩემო ძვირფასო, რამდენი სპორტსმენებია, ესენი არიან მოჭიდავეები სპორტსმენები აფხაზეთის, რომლებიც ახლა იურას ძიძიგურის დონეზე არ ასულან, ხო, მაგრამ საბჭოთა კავშირის პირველობებზე გამოდიოდნენ საქართველოს ჩემპიონები. მთელი 23 და 24 ბრიგადა. ეს ბიჭები იყვნენ. ძირითადად ესენი იყვნენ ვინ? გენო სპონსორი. თვითონ გენო ადამიანს ხომ მოჭიდავე იყო ახალგაზრდობაში. გენო იყო სპონსორი. გენომ გაზარდა მთელი პლეიადა. მაისურაძესთან და ჯგუფთან ერთად აცხონა და გენო მე მახსოვს ეს ბიჭები ზაზა ახლა ესე რომ დაიღო თითეულს როგორ იცნობდა ბავშვობიდან გენო მოჭიდავე იყო გენო ადამიანი იყო მოჭიდავე იყო მე მახსოვს კარგად და მე უკვე ომის დროს გახდა ახლა მინდა ბატონო დავით აი იურა ძიძიგური ხო ვახსენეთ მეორე ძალიან დიდი პიროვნება რომელიც სპორტსმენი რომელიც ოხუმელი კაცი გურამ გაბისკირია აუცილებლად უნდა ვახსენოთ კი არა დეტალურად ვიტყვი გურამ გაბისკირია იყო ძალიან ნიჭიერი და წარმატებული ფეხბურთელი 60-იანი წლების ბოლოს 70-იანი წლების დასაწყისში თამაშობდა საქართველოს კლუბებში ოხუმის დინამოში ლანჩხუთის გურიაში თბილისის სკაში რუსეთის და ბელარუსის კლუბებში უძლიერესი დარტყმა ჰქონდა ნიჭიერი ძლიერი ფეხბურთელი იყო და სულ ახალგაზრდა იყო 27 წლის როცა სერიოზული ტრავმის გამო ის იძულებული გახდა მიეტოვებინა ფეხბურთი და 74 წელს დაიწყო მისი სპორტული კარიერის მეორე ნაწილი. საჯობა დაიწყო, ჯერ გახდა რესპუბლიკური კატეგორიის საჯი საქართველოს ჩემპიონატში, მერე საკავშირის ჩემპიონატი, მეორე ლიგა, პირველი ლიგა და გახდა საკავშირო კატეგორიის საჯი, 12 წელი მსაჯობდა და ბრიგადაში, სოხუმის ბრიგადა იყო საჯების საკავშირო ჩემპიონატში, ანატოლი მილჩენკო, ბორჯომში დაბადებული გაზრდილი პიროვნება, უდიდესი პიროვნება, სოხუმში ცხოვრობდა 61 წლიდან 93-მდე, გურამ გაბისკირია, გვერდით მსაჯი, როგორც ითქვა, ლაისმენი და ჩერნიახოვსკი. და მინდა გითხრათ, აი სულ მეკითხებიან, რატომ არ საჯობდა გურამი ხშირად როგორც მთავარი მსაჯი? ახლა ჩავთოთ. ესე იგი, თქვენ ხედავთ ხო გურამ გაბისკირიას, ეს კადრები არის გადაღებული სოფლში 93 წლის შემოდგომა, როცა იყო ზავი და ზავის დროს სოფლში, დიახ, ბოდი შემოდგომა კი არა, აგვისტო, ბამბატია, 27 აგვისტოს იყო ეს მატჩი, სოხუმი, გურამ გაბისკირიას ხედავთ, ეს კადრები ნუგზარ კერესელიძემ გადაიღო, სოხუმელმა ოპერატორმა, მადლობა ნუგზარს, თავის დროზე გადაიღო, ეს ერთადერთი მატჩი ზავის დროს გაიმართა 27 აგვისტოს სოხუმის ხუმი კლუბი, რომლის თავარი დამაარსებელი იყო გურამ გაბისკირია 90 წელს, პრეზიდენტი იყო 90-დან 93 წლამდე, მანამდე მე გიყვებოდი თქვენ, გურამი იყო საკავშირო კატეგორიის საჯი და ომის დროს 92 წლის შემოდგომიდან 93-ზე 27 სექტემბრამდე გურამ გაბისკირია იყო სოხუმის მერი. კადრებში ხედავთ ნოდარ ახალკაცის ინტერვიუ არის მე რომ გამოვართვე მას 94 წელს, როცა ის საუბრობს გურამ გაბისკირიაზე, გვერდის ძის რამა შენგელია ჩემი ლეგენდარული ფეხბურთელი ბატონ ნოდარი იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იმ დროს 94-ში. და მინდა გითხრათ რომ აი გურამ გაბისკირია რატომ არ იყო ხშირად მთავარი მსაჯი მოედანზე. ხო გეტყვით. ეს გადამოწმებული მაქვს ბევრჯერ ბავშვობიდან ვიცნობდი ბატონ გურამს 1969 წლიდან როცა მე სოხუმში სწავლობდი მე-17 საშუალო სკოლის მე-4 კლასელი ვიყავი და თანაკლასელებთან მეზობლებთან ხშირად დავდიოდით სტადიონზე, ძველ სტადიონ სოხუმში, ორჟონიკიძე ლესელიძის ქუჩის გადაკვეთაზე. და ერთხელ
როცა არ იყო საშუალება ბილეთების შობნის, სერიოზულ მატჩები რომ იყო, ერევნის არარატი ჩამოდიოდა, კიევის დინამო, მოსკოვის გუნდები, შვაზიის, მინსკის დინამო, ყოველთვის გვეხმარებოდა ბატონი გურამი ბილეთები და ერთხელ ხეებზე ვიჯექით თანაკლასელები და ჩამოდიო აქეთ არ ჩამოვარდითო იქიდან და მინდა გითხრათ რომ გურამ გაბისკირია რატომ არ საჯოდა გიპასუხებთ ამას ორს თავარი საჯი იმიტომ რომ 1976 წლის დეკემბერში სოხუმში როცა მეუღლესთან ქალბატონ ჟანასთან იმყოფებოდნენ ფუნიკულიორზე იქ სუფრა იყო გურამიმ დაინახა რომ გარეთ რესტორნის გარეთ ორი ახალგაზრდა ერთმანეთს ეკამათებოდნენ და მივიდა იმისათვის რომ მარშველის გაეშველებინათ და ის ერთ-ერთმა ახალგაზრდმა ადგილობრივმა ამოიღო დანა და მეორე ახალგაზრდას ჭრილობა უნდა მიეყენებინა და გურამი გადაეფარა იმ ახალგაზრდას და თავის თავზე მიიღო ეს დანა 4 საათიანი ოპერაცია გაუკეთეს გადარჩა გურამი უკვე ერთი შვილი ყავდა ეკა რომელიც დიდია ხო მე შეეძინათ მათ მეორე შვილი ბოხო მოკითხა ყველას და გადარჩა გურამი და მისთვის არ შეიძლებოდა დიდი დატვირთები ხო ცენტრალური მთავარი მსაჯი ხო მოედანზე რომ არის ის ხომ სერიოზული დატვირთვა აქვს მატჩის დროს რამდენიმე კილომეტრი და ამიტომ იყო რომ ის ძირითადად გვერდითი მსაჯი იყო 80-იანი წლების ბოლოს იყო უკვე წარმატებული მეწარმე მენეჯერი მერეკო სოხუმის ვახსენეთ ხო ქარხნის დირექტორი იყო სოხუმში თევზის ქარხნის ხო დიახ თევზის ქარხნის დირექტორი იყო და სულ ეხმარებოდა იმ პოზიციიდან სოხუმის დინამოს ერთად ვიყავით და მე სოხუმის ხუმს 90 წლიდან და გურამ გაბისკირია ბავშვობიდან იყო ეს ვაშკაცი აი რომ მოგიყევით ეს ისტორია რომ დარტყმა მიიღო თავის თავზე გადაარჩინა ახალგაზრდა ეს შემთხვევით არ იყო ეს მისი ფილოსოფია იყო ცხოვრების გადაარჩინა ახალგაზრდა ფაქტურად სიკვდილს და ამიტომ არ გვიკვირს რომ 93 წლის 27 სექტემბერს როცა რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანაყოფებმა ჩრდილოკავკასიის რამდენიმე რესპუბლიკიდან ჩამოსულმა ეგრეთ წოდებულმა მოხალისეებმა და სეპარატისტთა ფორმირებებმა შტურმით აიღეს სოხუმი და დაატყვევეს აფხაზეთის ქართული მთავრობის წევრები ჟიული შარტავას ხელმძღვანელობით იქ კადრებში ჩანს როცა გურამ გაბისკირიას უთხრეს უბრძანეს დაიჩოქე შეაგინე შენიანეს никогда в жизни არასოდეს ცხოვრებაში იმიტომ რომ ის ვაშკაცი კაცი იყო და თავის თავზე იმ დროს ამის თქმა იყო ფაქტიურად ძალიან დიდი რისკი იმ მომენტში და მე ხო ვიცით ძალიან დიდი რისკია თავის ხო გაწირვა და მე იქ ხედავთ იმ კადრებს და 93 წლის 27 სექტემბერს ჟიული შარტავა გურამ გაბისკირია კიდე რამდენიმე კაცი ყოველგვარი სასამართლო ყოველგვარი იმის გარეშე დახვრიტეს და 2017 წელს ბატონ გურამ გაბისკირიას როცა მისმა ოჯახმა ოფიციალურად ამოიცნო მისი გვამი ფოტოსურათზე გურამ გაბისკირიას მიანიჭეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება ბატონ დავით თქვენ ძალიან ახლოს იცნობდით დიდი ხანი გურამ გაბისკირიას 80-იან წლებში ერთადაც მუშაობდით ომის დროსაც აი თუ შეიძლება ცოტა დიდი გამომივიდეს შესავალი მაგრამ თუ შეიძლება გურამის ცხოვრებისეული დახასიათება და მათ შორის ომის დროს ნუ ახლა მე რა უნდა გითხრათ გურამ გაბისკირია იყო აი ტიპიური სოხუმელი დიახ ყველა თავისი საქციელით არაჩვეულებრივად კეთილი კაცთ მოყვარე სპონსორი ყველას დამხმარე ყველას ის მაგრამ როგორც საჭირო იყო დიახ ისეთი პრინციპული და ისეთი უკან დაუხეველი წარმოუდგენელი და უდიდესი ავტორიტეტი მე ახლა საჯობაო აფხაზეთის პირველობაზე ჩვენი გუნდი თამაშობდით და თქვენ მუშაობდით სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის ინსტიტუტში დიახ და ჩემს თვალწინ ხდებოდა ყველაფერი ახლა იქ აფხაზეთის ჩემპიონატი საქართველოს ისა იქ საჯების მიმართ ცოტა გადამეტებული ემოციები სიტყვებითაც და ხელის შეხებითაც ხდებოდა მე არ მახსოვს
გურამ გაბისკერიასთვის ან მილჩენკოსთვის რაიმე იკადრებიათ. ზედმეტი სიტყვა. არასდროს ეს უბრალოდ თავში არ სოფლის გუნდი თამაშობდა ეგერ საერთოდ მეორე სოფლის გუნდთან და რა გამორიცხული და გურამი უარს არ ამობდა ასეთ მატჩებში მიუხედავად იმისა რომ საკავშირო ჩემპიონატის დიახ მილჩენკოს საბჭოთა კავშირიდან ყველაზე მეტი ქონდა ნამსაჯები საერთაშორისო ის კი არა თემსოფლიოში 300 თუ რაღაცა მატჩი ქონდა უბრალოდ ის საქართველოსთან იყო და სოფლიო ჩემპიონატზე არასდროს არ წაიღო სხვათა შორის გამორიცხული იყო გურამის მხრიდან მიკერძოებული მსაჯობა მაშინაც კი როცა მისი გუნდი თამაშობდა ის ეუბნებოდა იმ მსაჯებს ესიერად სხვადასხვა მაშინ თქვი მე თუ ყოფილა შემთხვევა რომ ეთქვა თქვენთვის რომ ამას მოაგები გამორიცხული საუბარია საკავშირო და საქართველოს ჩემპიონატზე აბარა გამორიცხული ეს იყო აი ასეთი პრინციპი მე ის უკვე დირექტორი იყო ჩვენ მე ქარხნის დირექტორი ქარხნის დირექტორთა საბჭო გქონდა სულ ერთად ვიყავით იმ დინამო სპონსორობა იყო თუ ცხუმის სპონსორობა პრეზიდენტი იყო ჩვენი ქვე ვიყავით ეს ბიჭები აფხაზეთის ცხუმი ჩემო კარგო 5 კაცი თუ 6 იყო საქართველოს ნაკრებში ახლა ერთი წამით შეგაწყვეტინებთ ესე იგი სოხუმის ცხუმში 90-91 წლებში ვინც თამაშობდა 12-მდე 92-ში ვერცხლის პრიზიორი გახდით იქ თამაშობდნენ ავიღოთ გიორგი ჩიხრაძე საქართველოს ნაკრების წევრი შემდეგ რამდენიმე წელი გელა ინარიშვილი თბილისის დინამოში გადავიდა მაგრამ საქართველოსთან შემდეგ გოჩა გოგრიჭიანი დიახ გასაგებად მანამდე სოხუმის დინამოში 86 სავა ჯიშკარიანი ის თამაშობდა კეცბაია მიშა ჯიშკარიანი რომელიც 92 წელს აღიარეს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ისიც რამდენიმე მატჩი აქვს ნათამაშები საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და მინდა გაგახსენოთ 92-ში 94-ში საქართველოს ნაკრებმა რომ დაამარცხა უელსი 5-0 გახსოვთ აქ იყო ასეთი წარმატებული და სერიოზული კომენტატორი ვასილი უტკინი რომელსაც ძალიან უყვარდა ქართული ფეხბურთი NTV-ში მუშაობდა ის და როცა გაიგო იმ დროს რომ არ იყო ინტერნეტზე გახედო უნდა დაგერეკა გეთქვა და როცა მე უთხარია რეპორტაჟს ვამზადებდით მე და ნუზარ კერესელიძე ეს არის YouTube-ში შეგიძლიათ ნახოთ ვასილი მეკითხება როგორ დამთავრდა მატჩი მე უთხარი 5-0 დავამარცხეთ მეთქი უელსი ხომ არ დალიოა რატომ მეთქი და 50 წელი არ წაუგიაო უელს და 5 რა მოხდაო და მე უთხარი ისი რა მეთქი 5 კაცი იყო ამ ნაკრებში აფხაზეთიდან თელი სიმწარე რუსეთის მიმართ გადაიტანეს მეთქი უელზე და 5-0 დაამარცხეს იყო მატჩები 6 კაცი მურთაშელიას თამაშობდა იმ დროს ხო ოჭამჩირელი კაცო თბილისის დინამოში იყო ესე იგი თელი სიმწარე გადაიტანეს მეთქი უელს და უელსმა ვერ გაუძლო მეთქი და გოლებიც გაიტანეს ჩვენ კი გოგრიჭიანმა გაიტანა კეცბაიამ გაიტანა იმ მატჩში ეს ისტორიული დამარცხება გამარჯობა უпростоრად და შემდგომშიც ახლა რაც შეეხება გურამს აი შედარებით რუსულენოვანი იყო როგორც ყველა სოხუმი კი და ახლა ეს ცხუმის პრეზიდენტი ესაც ამოვიდა რომ ქართული ინტერვიუები ხო და ცოტა შერეულად ლაპარაკობდა ხო ნუ სოხუმური ლაპარაკი ეს იყო ქართულ რუსულ მეგრულსაც და მეგრული შერეული ყველა ერთ და როგორ მუშაობდა და აი თავის თავზე აბა როგორ აი უყურეთ როგორი ინტერვიუ მიეცი როგორი მე როგორ ის მოვიდა მოდი ერთი ბიჭებს დაუჯდეთ რამე ხო არ ჭირდება სხვათა შორის სოხუმის ხუმზე რა მინდა თქვა ყველას ვერ ჩამოყოლა ერთად სულ ყველა ჩვენები არის დაუჯდებოდით და იქ იყო ძალიან შეძლებული ხალხი იყო როგორც აფხაზი ბიჭო ვერ ათქმევიებდი ან ეს მინდა არ ეს მინდა ხო ასე არაფერი არ მინდა რაღაცა ბიჭო წუთელი ეუბნებოდი იყვნენ მორიდებულები იყვნენ თქვით აგერ არიან ყველანი ახლა მინდა გითხრათ რომ ომის თქვენ იცით კარგად
27 სექტემბრის შემდეგ 93 წლის 27 სექტემბრის შემდეგ კიდევ ერთი ცხუმის ერთი წევრი ირაკლი ქოიავა ერთ-ერთი მწვრთნელი იყო მეორე მწვრთნელი იყო ის მოკლეს სოხუმში მოკლეს რამდენიმე ფეხბურთელი მათ შორის გრიშაცავა მონაწილეობდა ომში იცავდა საქართველოს ერთიანობას იცავდა და საერთოდ ეს ისე კურტანიძე სულ ახალგაზრდა იყო იმ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო და მე გამოუშვია თქვენთან იყო ხო თქვენთან დიახ და მე უთხარი წადი დრონის სპორტსმენი გამოადეკე საქართველოს ჭიდაობის კუთხით ხო ეს იყო 92 წლის შემოდგომაზე ხო ის გულიშელი ბიჭი იყო დიახ რაც შეეხება მერობას გაბისკირია როგორ დანიშნეს მერად მე გეტყვი რომ გაბისკირია ძალიან სერიოზული მერი იყო კი ორგანიზაციული ეს არ იყო ისეთი და არც საწარმოში რო იცოდ ხშირად თვეში ორჯერ სამჯერ მივიდა გააკეთებდა სუფრას და დაგვიძახებდა ყველას უყვარდა რა კი ღეროდა არაჩვეულებრივი ცეკვავდა ღეროდა მე ხო უყურებდი მისი ავტორიტეტი როგორი იყო იქ საწარმოში უმაღლესი და მერი რო გახდა ამან შეკრა კოლექტივი და ეს იყო სერიოზული პიროვნება სერიოზული რაც შეეხება სოხუმში აი როგორ ნუ დაგვავიწყდება რომ იყო განიარაღება ეს 93 წლის მერე როგორ რანაირად ჩავარ ეს ვიცი დარწმუნებულები იყვნენ რომ მათ ხელს არავინ არ მოკიდებდა ახლა მინდა დაუბრუნდე სოხუმის ხუმის თემას ერთი მომენტია 80 მე ვახსენე რომ 92 წლის მაისში დამთავრდა ჩემპიონატი სოხუმის ხუმი გახდა საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ჩემპიონი გახდა თბილისის დინამო ორივე მიიღო უფლება იასპარეზოს ევროპის საკლუბო ტურნირში განაცხადი იყო შეტანილი და სოხუმის ხუმი და თბილისის დინამოს უნდა ეთამაშა 92 აგვისტოში ევროპის საკლუბო ტურნირებზე. მაგრამ UEFA-მ იმ მოტივით რომ საქართველოში ივლისში მძიმე სიტუაციაა, სანდრო კავსაძე გაიტაცეს ასე შემდეგ და როგორც მე გავიგე მერე ვიაჩესლავ კოლოსკოვის ჩარევით აქტივობით ისე მოხდა რომ ორივე კლუბი თბილისის დინამო და სოხუმის ხუმი მოხსნეს თუმცა განაცხადში იყვნენ შეყვანილი წინასწარ განაცხადში და როცა კოლოსკოვი იყო აქ ჩამოსული რუსეთის ნაკრებთან 2002 წელს მე ვკითხე მას ეს რატომ გააკეთეთ მეთქი რომ თავიდან არ ვიცოდი ჩვენ მერე გავიგე დეტალები ახლა რატომ და გავიხსენოთ ეს სხვა პერიოდი იყო ცოტა გადაჭარბებული არისო ჩემი ვიცე-პრეზიდენტი იყო კაცო UEFA-ს და დიდი წონა ჰქონდა და მით უმეტეს მანამდე 90 წლამდე კოლოსკოვს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ყოველთვის ქართულ საფეხბურთო სამყაროსთან მაგრამ ალბათ იყო პოლიტიკური შეკვეთა მოსკოვიდან იმ პერიოდში და ასე არის კულისებში ინფორმაცია და როცა კოლოსკოვს მე ვკითხე 2002 წელს сейчас зачем вспоминать то что было 10 лет назад 92 წლის ამბავი ესე ჩვენში დარჩეს და 92 წელს ეს ასეთი უბედურებები რო არ ყოფილიყო საქართველოში დიახ ნუ რაც გადაწყვეტა მაგარი გუნდი იყო სოხუმის ხუმი მე ახლა ნურავის ნუ ეწყინება და წელს შარშან და შარშანწენ ქართული გუნდები როგორ გამოვიდნენ ევროპიდან ეს მაგასთან შედარება მათ შეეძლოთ ახლა გერმანიის და იტალიის ერთგვარად გავივლით მაგრამ ეტაპების გავლა მაშინ ამ ირლანდიის და ასეთი ქვე რას ქვია ლუქსემბურგთან და იმ მალტის გუნდთან წააგებდა სოხუმის დღევანდელ თაობას ისედაც არა ეწყინებათ კი არა ეწყინოთ მასე არ არის ეს ასე იყო ჩემო კარგო თბილისის დინამო მაგარი გუნდი სოხუმის ხუმმა 89 წელს დინამო სადაც ხუმი ესენი იყვნენ წამოვიდა ხო ესენი იყვნენ იქ ძალიან ცოტა იყო სხვა ძირითადი ნაწილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი მინსკის დინამო თასიდან გამოვიდა ერთი წლით ადრე ხო თმოდებაში ხო და ესენი ევროპის ტურნირებზე გადასარევად თამაშობენ სულ სხვა დონეზე რას ქვია დიდი მადლობა ეს თაობა რო ასე სამწუხაროდ ომი არეულობა დიდი მადლობა ბატონ დავით ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა კიდევ ერთხელ შეგახსენებ ძირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო პირდაპირ ეთერში იყო კომენტატორი რეკორდსმენი საქართველოს დამსახურებული წნელის თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამლით ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა რომლის წამყვანი ვარ მე სოხუმელი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ვეტერანი ფეხბურთელი დავით გულუა რომელიც 92-95 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
შინაგან საქმეთა მინისტრი, ბატონი დავითი არის პოლიციის და სანაპირო პოლიციის გენერალი და სანაპირო დაცვის ვიცე-ადმირალი. საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე. ამჟამად არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე. დიდი მადლობა ბატონ დავით. ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიოსმენელებო, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს, კარგად ზანდებოდეთ. დღეს ფუტზალში გამარჯვებას. კი.